ბიზნესის დაწყება გინდა, მაშინ შეიძლება გიღირდეს უყურო ამ ვიდეოს ბოლომდე. სანამ მოგება არ გამოგაქვს კომპანიიდან, მოგების გადასახადს და დივიდენდის გადასახადს არ იხდი. ხოლო როცა იხდი ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მოგების გადასახადს მსოფლიოში, გარდა ოფშორული ქვეყნებისა. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური მცირე ბიზნესის სტატუსი, რომლის მიხედვითაც ვიხდით მხოლოდ 1% 500,000 ლარამდე. მარკეტინგული მომსახურება, IT მომსახურება, საშუალო მომსახურება, კიდევ რიგი სხვა მომსახურებების, რომელიც აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს იყოს სწორად განსაზღვრული საქმიანობა, რომელიც ვარდება ამ 1%-ში. ასევე არსებობს ფიქსირებული გადასახადი, როცა ვიხდით მაგალითად 50 ლარს თვეში, მაგალითად ავტოსერვისი გვაქვს, თმის შეჭრა ან მანიკურის გაკეთება. ზოგი ბიზნესი საერთოდ არის გათავისუფლებული გადასახადისგან, როცა მისი შემოსავალი არ აღემატება 30,000 ლარს. რიგ საქონელზე არსებობს გათავისუფლება ქონების გადასახადისგან, ხოლო თუ ქონებას არ ვფლობთ, არც ქონების გადასახადს არ ვიხდით. მაგალითად, როცა იჯარით გვაქვს აღებული ესა თუ ის ნიფტი თუ ქონება. დიდი მადლობა. DGG ექსპორტზე როგორც წესი არ გადაიხდევინება მაგალითად. არის კიდე საქმიანობები, რომელიც არის სრულად გათავისუფლებული DGG-სგან. მაგალითად, ჩემი სტომატოლოგია არ იხდის DGG-ს და სხვათა შორის ეხლა ვარ ჩემი სტომატოლოგიის მეორე ფილიალთან რიხტერის კლინიკა მოგძანდით, როცა გავიხსნებით. ხელფასზე საშემოსავლოს და საპენსიოს ვერაფერს ვერ უზამ, გარდა იმისა, რომ შენ თვითონ აკეთო ეს საქმე 90%-ით მაინც. კომუნალურები კი გაქვს კომერციული ტარიფით, მაგრამ შეგიძლია ონლაინ იმუშაო თუ ამის შენი ბიზნესი ითვალისწინებს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში გაიყვანო კომუნალურების გამოყენება მინიმუმამდე. ვინც უნდა რომ ნაკლები გადაიხადოს, თუ ყველაზე იაფი ვერ ხარ, იყავი ყველაზე ხარისხიანი. დადებ სონი ხარისხზე. თუ კი თანამშრომელი აყავს, აიყვანე პროფესიაზე შეყვარებული, დააფასე იგი, ხოლო ხელფასი გაიზრდება ბიზნესის ზრდასთან ერთად. კონკურენტებს არ უნდა რომ იყო? არჩენ არ გინდა რომ იყვნენ, მაგრამ კონკურენცია კარგი რამეა და შეეცადე ისწავლო კონკურენტებისგან და გაასწრო მათ. ბუღალტერია მინიმალური ტარიფით შეიძლება გყავდეს აუთსორსზე. მეზობელთან, სახელმწიფოსთან და მომწოდებლებთან იყავი დიპლომატიური, მაგრამ შენი ინტერესებიც არ დათმო და იბრძოლე მათთვის ბოლომდე. გახსოვდეს, რომ შენს გარდა შენს ბიზნესის წარმატებაზე არავინ არ იზრუნებს. თანამშრომელი ავად გახდა, უნდა ყავდეს ჩამნაცვლებელი აუცილებლად. ეს შეიძლება იყოს შენ თვითონვე. ფართი გაქვს და ქონება, მაშინ უნდა გქონდეს აუცილებლად დაზღვეული. უკმაყოფილო klienti თუ ყავს, აუცილებლად უნდა მოусმინო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის საზღვარი. ტექნოლოგიებს აუწყებ ეხი წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამორჩები შენს კონკურენტებს. ცეცხლი დასაწყისში შეიძლება არც დაგჭირდეს, მაგრამ რომ დაგჭირდეს, ევაჭრე ბანკებს, ბანკებს შორისაც კონკურენციაა. როცა რუტინულ საქმეს აკეთებ და არ იცი საბოლოო ჯამში გამოგივა თუ არა ეს საერთო წამოწყება, გახსოვდეს, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში არის უნიკალური პერსონალურად შენი გამოცდილება. სასურველია რომ შაბათ-კვირას დაისვენო, ასევე 7-ის მერე გათიშო ტელეფონი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გადაიწვე, მაგრამ მოვიტყუები თუ არ ვიტყვი იმას, რომ დასაწყისში აუცილებლად უნდა იცხოვრო იმით, რასაც აკეთებ იმისათვის, რომ ჩაბერო მასში სული. ყველას წარმატებები, ხოლო თუ იურიდიული ან საგადასახადო ბუღალტერული მომსახურება დაგჭირდათ, კომპანია LTA.